გამარჯობა. ეს არის Nitecore ბრენდის EDC23 მოდელი. ამ მოდელს მოყვება ესეთი ინსტრუქცია, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია არის, ყველაფერი არის, რაც კი შეიძლება ამ მოწყობილობის ირგვლივ შეიძლება დაგჭირდეთ. ასევე მოყვება სამკლაური, ესეთი სამაჯური. დამტენი ეს არის Type-C. ამ მოდელს აქვს ჩაშენებული ელემენტი, მონაცემები არის ყველაფერი აი ამ ნაწილში მოცემული, ეს არის 1500 მAh-იანი ელემენტი და მოკლედ დეტალებსაც ყველაფერს გაგაცნობთ. ამ მოდელს აქვს განათების 6 რეჟიმი, ასევე აქვს დაბლოკვის ფუნქცია, დაბლოკვის ფუნქცია აქედან არის, ეს არის ბლოკის, მოკლედ ეს არის დაბლოკვა, ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში განიბლოკება მოწყობილობა. კარგი, რაც შეეხება დატენვას, დატენვა შეიძლება მეორე მხრიდან, აი აქ არის USB-ს შესაერთებელი, აი ესეთი. რაც შეეხება უკვე მოდელს. როგორც გითხარით, აქვს განათების 6 რეჟიმი, მაქსიმალური განათება, ეს არის 2500 ლუმენი, ამ შემთხვევაში მოწყობილობა შეუძლია, ანუ ფანარს შეუძლია გაანათოს 280 მეტრის მანძილზე, ხოლო მინიმალური არის 15 ლუმენი. შეიძლება ამ რეჟიმზე 15 ლუმენზე გაძლოს 39 საათი და განათების დისტანცია, რა თქმა უნდა, იქნება დაბალი, ეს არის 24 მეტრი. დაახლოებით. დანარჩენ რეჟიმებზე ესე დეტალურად აღარ ვისაუბრებ, ყველაფერს ნახვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე. ასევე ეს მოდელი არის ძალიან კომპაქტური, ეს არის მეტალის, თუმცა საკმაოდ მსუბუქია, ეს არის დაახლოებით 100 გრამი, 101 გრამი არის უფრო ზუსტად რო გითხრათ და სიგრძე დაახლოებით არის 10-11 სანტიმეტრი. ამ მოდელის უპირატესობა არის ის, რომ აქვს ესეთი პატარა ეკრანი, რომელიც გვიჩვენებს უკვე დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენ ლუმენზე არის ჩართული მოწყობილობა, ან რას აკეთებს. ნახეთ, როცა დაბლოკილი არის, ამ შემთხვევაში ნახეთ, არაფერს არ ჩაგვერთვევინებს, ერთი წამით, აი ესე, არაფერს არ ჩაგვერთვევინებს, ხოლო როცა ამას ესე ქვემოთ ჩამოვწევთ, ამ შემთხვევაში აი ნახეთ, თუ ბოლომდე არ ჩავაჭერთ, ჩვენი ჩართული განათება ეგრევე გაიჩნდება. თუ ერთხელ ჩავაწვევით, აი ნახეთ, ეკრანზე გვიჩვენებს რამდენ ლუმენს ანათებს, აი ნახეთ, ესე 15, 65, 200 და ასევე ტურბო რეჟიმი, აი გვერდით არის, ცოტას თუ ჩავაწვევით, ამ შემთხვევაში ტურბო რეჟიმი ჩაირთვება, თუ ბოლომდე ჩავაწვევით, ამ შემთხვევაში მოწყობილობა სრულად იციმციმებს. გათიშვა, რა თქმა უნდა, ღილაკზე სრულად დაჭერით მოხდება. დაბლოკვა იგივენაირად, ასევე ეს მოდელი არის დარტყმა-გამძლე 2 მეტრის სიმაღლიდან, ანუ მეტი ძირითადად არ ხდება ხოლმე მეტ სიმაღლეზე რო დავარდეს, აუცილებლად რაღაც დაუზიანდება და ასევე წყალგამომტარობის ხარისხი არის IP54. სულ ეს იყო ამ მოდელზე, თუ რამე კითხვა გექნებათ, მითხარით. მადლობა.